კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ კურიერს 3 საათზე, ახალ ამბებს იზი ბურნაძე გაგაცნობთ. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირება დასჯადი ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირება დასჯადი ქმედება, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით. აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა კი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ნათქვამია განცხადებაში. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი, აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სტრატეგიული ან და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის ნომერ 361 დადგენილების თანახმად საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის შესაბამისად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედება, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. მოუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ბოლომდე ასე ხვია შეკრებას, რომელიც თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსდა. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფორმა ექნება პროტესტს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით მომიტინგები ქუჩის რამდენიმე საათით გადაკეტვას აპირებენ. დაანონსებულ აქციას ეხმაურებიან მმართველ გუნდში, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა კანონის ფარგლებს არავინ უნდა გასცდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებს დაიცავს. ოპოზიცია ძიმე მდგომარეობაში არის ის სიტუაცია, როგორ გაამწვავოს და ასე ვთქვათ, ეხლა გადაწყვიტეს, რომ იქნებ გზები, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის, ამ გზების ჩახერგვით მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია. ეს რა თქმა უნდა, კანონით არის დასჯადი, უკვე არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებლობაც დგება. და საინტერესო სწორედ ის გახლავთ, რომ ოპოზიციის ბრჭყალებში გარკვეული ლიდერები ცდილობენ, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულისკენ წაიყვანონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ახალგაზრდები, რათა შემდგომში მათ ეგ ერთგვარი, ასე ვთქვათ, სპეკულაციის ახალი საგანი და ახალი სუბიექტები გააჩინონ. ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს პროტესტანტებს უწოდებენ და ჯერ კიდევ რომ ვერ გაურკვევიათ, რას აპროტესტებენ, მაგრამ რა ქნან, აქეთი აქვს დავალება და გამოდიან ქუჩებში და არაძლევენ, მათ შორის მშვიდობიან ხალხს დაძინების საშუალებასაც და ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გზებზე სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ აზრი არა აქვს ამ ადამიანებს არაფრის გაგონება არ უნდა. კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების და მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება არის დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას. ყველა ადამიანს მოუწოდებთ, რომ კარგად გაერკვნენ, კონდეთ იყვნენ ინფორმირებული, თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად არც კი დაუშვან და გულშიც კი არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დღეს თბილისის ქუჩებში საცობების ხელოვნურად შექმნა იგეგმება, რაც აღმაშენებლის ხეივანში დაგეგმილი აქციის მონაწილეების მხრიდან ტაქსების ცრუ გამოძახებას გულისხმობს. ამ გეგმას ემიჯნებიან ის ტაქსის მცხოვრები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, თუმცა მათ პროტესტის მიზეზი მათივე სფეროში არსებული პრობლემებია. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხი. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მოუწოდებენ საკუთარ კოლეგებს, რომ პროვოკაციებს არავნენ.
მომწერეს გუშინ ღამით რომ აპირებენ მსგავს რაღაცას. ჩვენი პირველი მოწოდება იყო ჩვენი შეკრებისთანავე რომ დღეს 4 საათისთვის ყველა მოვერიდოთ აღმაშენებლის ხეივანს, იმიტომ რომ სრულიად აპოლიტიკური არის ჩვენი დღევანდელი პროტესტი და არ ვგეგმოთ საერთოდ შეუერთდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი წარმომადგენლობით ცდილობენ მოახდინოს კოლაფსი, რასაც გეგმავ. ოპოზიციონერები სხვანაირად რომ ვერ გვიყენებენ გვერდში, ცდილობენ აი ამით რაღაც კოლაფსი მოახდინონ და ჩირქი მოგცხონ ჩვენ. გზების ჩახერგვა გამორიცხული ამბავია, მშვიდობიანად ვაპირებთ ამ პროტესტის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან არ იგეგმება არანაირი არც გზის გადაკეტვა, არც ჩახერგვა და პრობლემების შექმნა დამატებით ქალაქში, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მძღოლები ვართ და ყოველდღიური მათი 20 კაციანი გადაკეტილი გზების შედეგად ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით. ჩვენ არც ვაპირებთ და არც ვაპირებთ რომ მივიღოთ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობა და მით უმეტეს ვინმეს ჩვენი თავი გამოვაყენებინოთ. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, ჩვენი ყოფითი პრობლემა არის სამუშაო პროცესი და ამასთან დაკავშირებით უნდა მივყვეთ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავიუმჯობესეთ, თბილისში იყოს მომხმარებელიც დასული, მძღოლიც დასული იყოს და იყოს ხარისხიანი სერვისი. ეს აქცია არანაირად არ უკავშირდება დღევანდელ მიმდინარე მოვლენებს, არანაირად ჩვენ გვაქვს პროკავშირებთან გვინდა დაკავშირება, და ცივილიზებლად არც ვკეტავთ გზებს, არანაირად პირიქით გზების გადაკეტვა ჩვენთვის არის შემაფარხებელი. გზების გადაკეტვა ტურისტის არ ყოფნა ქალაქში პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ოჯახებზე და ჩვენს ბიუჯეტზე. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პუბლიკა სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს. წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოცემა პუბლიკას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე. პუბლიკა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. პუბლიკა რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ევროკავშირის საელჩო როგორც დამფინანსებული წარმომადგენელი პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე, წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და პუბლიკა. გამოცემა პირველი კანონმდებლის განცხადებას მუქარად აღიქვამს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შალვა პაპუაშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს. შალვა პაპუაშვილის ამ პოსტს აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამში მუქარას ხედავენ, ამბობენ, რომ მათ სიმართლის ეშინიათ. ინფორმაციის გავრცელება არის მედია საშუალების ვალდებულება და როდესაც ინფორმაციის გავრცელების გამო ხდება ამ ტიპის შანტაჟი და მუქარა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათთვის ნამდვილი ამბავი სიმართლე არის საშიში. განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პირველმა კანონმდებელმა ფაქტი განმარტა და მის ნათქვამში არანაირი მუქარა არ იკითხება. მათი თქმით, ყველა ვინც დანაშაულს აანონსებს ან ჩაიდენ, შესაბამისად პასუხიც კანონით მოეთხოვება. ყველა ვინც აფინანსებს რადიკალიზმს, პასუხსაც იღებს ამ რადიკალიზმის შედეგად ჩადენილ ქმედებებზე. იქნება ეს ქვეყნის შიგნით მოქმედი ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან მათი დამფინანსებლები, ყველანი თანაბრად აგებენ ბუნებრივია პასუხს იმ დანაშაულზე, რაც დაანონსდა დღეს თბილისში. დანაშაულის ახალისების უფლება არავის არ აქვს, მაგრამ შალვა პაპუაშვილის განცხადება იყო მიმართული დონორზე, ანუ იყო მიმართული ევროკავშირზე და აქვე გავეხსენებ ერთ შემთხვევას. როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონის გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, ჟურნალისტების ნაწილი, ყველა გვეუბნებოდა, რომ როგორ საქართველოში ძირითადად დონორები ან გრანტების გამცემები არიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაში, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ როდესაც გაიმარჯვა ტრამპმა, მან და მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირ თქვეს ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ არ ერევა, თუმცა ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს, რომ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რაც არის დანაშაულის წაქეზება.
მაკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის მოწოდებას აფასებენ მმართველ გუნდში, ამბობენ, რომ რჩევები აქციის მონაწილეების მიმართ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მათი განცხადებით, მსგავსი ქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში ისჯება. ლორა თორტონი წერს, რომ მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა ერთმანეთისგან ისწავლონ და ახალი ტაქტიკების სადონ. მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ ქართველები ფრანგული პროტესტის ფორმებს გადმოიღებენ და ფერმერები ნაკელით სავსე სატვირთო მანქანებით თბილისში ჩამოვლენ. ლორა თორტონის მოწოდებები ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული მოწოდებები. მას თუ უნდა პროტესტი გამოხატოს თავის ქვეყანაში და ასწავლოს თავის ქვეყნის მოქალაქეებს. ძალიან მაინტერესებს ერთი რომ მოუწოდოს ამერიკელ ფერმერებს მიიტანონ ნაკელი და დაყარონ თეთრი სახლის ამ კონგრესის წინ რა რეაქცია ექნება ამერიკის ხელისუფლებას. დარწმუნებული იყავით რომ ვერც ერთი ფერმერი იქამდე ვერ მიაღწევს და თვითონ ლორა თორტონს ამის გამო ძალიან მკაცრი სასჯელი დაემუქრება თავის ქვეყანაში. მაკეინის ინსტიტუტის ეს წარმომადგენლები საკუთარ უზნეობაში ასწრებენ ერთმანეთს, თალკე ზურაბიშვილი, თალკე ეს ქალბატონი, მას შეუძლია ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან და ისიამოვნოს ამ ყველაფრით და ეს უზდელობა და მორალს ზღვარს ქვემოთ დაშვება იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და მისი სამშობლო. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. პოლიტიკურ დღის წესრიგში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დგება. ხვალ ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არაპირებენ ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სიკეთეებს შეთავაზების არანაირი უნარი არ აქვს მათ ხალხისთვის და მხოლოდ აი ეს დაპირისპირების და ყალბი ილუზიების შექმნის სურვილი აქვს. ნაციონალური მოძრაობა ზოგადად არ აღიარებს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ამიტომაც ახლა ნებისმიერ საგამოძიებო კომისია და ქმედება არის უკანონო. იმის მაგალითად რომ გადაჭრათ ეკონომიკური პრობლემები, იმის მაგალითად რომ გადაჭრათ პოლიტიკური კრიზისი, იმის მაგალითად რომ ნებისმიერ სხვა საკითხზე იზრუნონ, მუდმივად საუბრობენ ანგარიშტორებაზე და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების გაქრობაზე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება. მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის უზენაეს კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსზე მიუთითებს. ოპონენტებს ახსენებენ, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა. ამ კომისიის შექმნა ის აუცილებლობა უკვე მართლაც რეალურად დაინახა საზოგადოებამ, იმიტომ რომ თუ არ მიეცა საბოლოო ჯამში კონკრეტული შეფასება, მათ შორის არგუმენტირებული, დოკუმენტირებული და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შინაარსის მქონე დოკუმენტით საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რა თქმა უნდა, მუდმივად ხდება საქართველოში ნაციონალური მოძრაობის შიდა და გარე როიტყვიან აი აქტორების მიერ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რაც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს კომისია იქნება გამჭვირვალე, მისი მუშაობა იქნება საზოგადოებისთვის, პროცესი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და სახელი დაერქმევა ყველა იმ დანაშაულს, რომელიც 2012 წლამდე იქნა ჩადენილი საქართველოში. პროცედურული საკითხები გადაწყდება პარლამენტის მიერ და დადგინდება ის წესი, რა წესითაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნა. რადიკალი ოპოზიციონერების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს თავად შესაძლოა კონდეთ დანაშაული ჩადენილი ამ პროცესში მონაწილეობაზე ისინი უარს აცხადებენ, თუმცა არის კანონის კონკრეტული დათქმები, რომელიც ავალდებულებს ყველაფერს მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მოქმედებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაყენებული. ის რომ ამ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და პრაქტიკულად ამითი დავალება მოგცა, რომ გამოვიძიოთ ეს დანაშაული. არაერთ განაჩენში აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ სიტყვები სისტემური და სისტემატიური დანაშაული გამოიყენა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებაში ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ და თუ დანაშაულს ჰქონდა სისტემური და სისტემატიური ხასიათი, ესე იგი ეს
საჭიროებს ასეთსავე გამოძიება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ხელისუფლებამ 2008 წელს ომთან დაკავშირებით, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიისთვის გაეხსნათ გზა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსახლეობაში ყოფილიყო მაქსიმალური მსხვერპლი და ამის კაფიო მაგალითი არის ის, რომ მათ არ გააფრთხილეს მოსახლეობა არც ცხინვალის რეგიონში, არც კოდორის ხეობაში, რომ მათ ელოდებოდათ საფრთხე, პირიქით ეუბნებოდნენ, რომ თქვენ დარჩით. გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც ომი გრძელდება. მასიური შეტევის სამიზნე ამჯერად ხარკოვის ოლქი გახდა. განადგურებულია სამოქალაქო ობიექტები, დაიწყო ტექსტილის წარმოების ქარხანაც. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი სანქციების საჭიროებაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. რუსეთის თითოეული შაჰედი, თითოეული რუსული რაკეტა სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტებია. ერთი ღამის განმავლობაში რუსეთი იყენებს 165 დამრტყმელ ერთეულს. ისკანდერები, კალიბრები და მკვლელობის სხვა იარაღი, რაც ათასობით კომპონენტია სხვა ქვეყნებიდან. ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდანაც კი ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა განადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არც ერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს როგორც თანამონაწილეობა ომში და ის, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აკოს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთსა და შტატებს შორის სავარაუდო მოლაპარაკებებზეც საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაიმე სახის კომუნიკაცია ამერიკასა და ოკუპანტ სახელმწიფოს შორის უკრაინის ჩართულობის გარეშე სახიფათოა. ზელენსკის მტკიცებით, მისი გუნდი ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტია, თუმცა დისკუსია ზოგადია. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიზნით მალე პირადი შეხვედრებიც გაიმართება. ზელენსკიმ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამერიკის 47 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია რუსეთთან სერიოზულ კომუნიკაციას აწარმოებს. ამერიკისა და რუსეთის დისკუსია ომის შესახებ უკრაინის გარეშე ძალიან საშიშია. ყველას სურს, რომ მე და ტრამპს გვქონდეს საერთო ხედვა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად. მე მჯერა, რომ მას შემდგომ, რაც ჩვენ ვისაუბრებთ ტრამპთან, ჩვენ უნდა გადავიდეთ რაღაც ფორმით კომუნიკაციაზე რუსებთან. მინდა დავინახო ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და რუსეთი, რადგან ის ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის. რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ევროპის ხმაც. ეს იქნება სამართლიანი, ეფექტური, მაგრამ რამდენად გამოვა არ ვიცი. უკრაინელებს ყველაზე მეტად უნდათ ამ ომის დასრულება, ვინაიდან ომი და მისი მსხვერპლი ჩვენია. ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში, ბომბებისა და თავდასხმების ქვეშ, ამიტომაც გვჭირდება მეტი კონტაქტები, უფრო ახლო თანამშრომლობა, ეფექტური გეგმა, შემდეგ კი უკვე შეგვეძლება გადავინაცვლოთ მტერთან, პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ეტაპზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანი პანამაში ჩავიდა. როიტერის ინფორმაციით მარკო რუბიოს პირველი საგარეო ვიზიტი პანამის არხს შეეხება, რომელზეც ტრამპი წინა საარჩევნო პერიოდში აქტიურად საუბრობდა. ამერიკის 47 პრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ შტატებმა პანამის არხზე კონტროლი დაიბრუნოს. საპროტესტო აქცია სერბეთში ნოვი სადში დემონსტრანტებმა 3 ხიდი გადაკეტეს. რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ დემონსტრაციაში 10,000 ადამიანი მონაწილეობდა. მიმდინარე კვირას საპროტესტო გამოსვლების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. სადგურის განახლებული სახურავი 1 ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს საუყენეს. დაუბრუნდეთ საქართველოში. სპორტის მინისტრი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უმაღლესი სპორტული განათლების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც. შალვა გოგოლაძემ სპორტის უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა. ვიმსჯელეთ სპორტის უნივერსიტეტის მომავალზე, მათ განვითარებაზე, მე მათ აღუთქვი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა, იმ კუთხით, რომ მომავალში სპორტის უნივერსიტეტი უფრო სხვა დონეზე იქნეს აღმოდგენილი საუნივერსიტეტო სწავლებაში. მინისტრმა დაწვრილებით განიხილა თითეული პროექტის მნიშვნელობა და ნამდვილად ესადაგება იმ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას, რომელიც სტრატეგიულად უნივერსიტეტსა და ზოგადად სპორტის მიმართ აქვს თითეული ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს. ჩვენ ვიმსჯელეთ უმაღლეს სასპორტო განათლების შესახებ, ვიმსჯელეთ ზოგადად ქვეყანაში
სპორტული ინფრასტრუქტურისა და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც უნდა ჩართული იყოს როგორც უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ასევე როგორც პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო სპორტის სამინისტრო. მინდა შეხვედრიდან გამომდინარე, იმ კითხვებიდან და დისკუსიიდან გამომდინარე, რაც შედგა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო სპორტის სამინისტროს. დღის ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2 ჯიზე. კურიერი პირდაპირ ეთერში 6 საათზე დაბრუნდება. დროებით.